შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთსა და ქვემო არცევში იმყოფებოდა და სპორტული მოედნები დაათვალიერა. საფეხბურთო მოედნები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო. სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მოისმინეს სპორტული მოედნების მოწყობის მიზნით შესრულებული სამუშაოების შესახებ, რაც ჩინეთის საელჩოსა და გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიების ფარგლებში თეა ახვლედიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფხაზებთან ცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სპორტული თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ამჯერად ჩვენ ვიმყოფებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე საპასუხოდ მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდებისა და ბავშვების სიხარულისთვის, ასევე ადგილზე ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის წახალისებისთვის მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩინეთის ელჩს და ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით და მათ შორის სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით მოხერხდა ამ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილზე, რითაც ადგილობრივ ახალგაზრდებს სპორტულ აქტივობებში ჩართულობის და განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცემა. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ მინის სპორტული მოედნის გახსნის ცერემონიაში ამ სოფელში. ჩვენ ამ პროექტზე მსჯელობა ქალბატონ თეა ახვლედიანთან ჯერ კიდევ 1 წლის წინ დავიწყეთ, რადგან ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სწორედ ამიტომ, როგორც ელჩი ვფიქრობ, რაღაც სასარგებლო უნდა გავაკეთოთ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ჩვენ მინისტრთან ერთად განვიხილეთ ეს საკითხი. მან და მისმა გუნდმა რეკომენდაცია გაუწია ამ პროექტს. ჩვენ მოვიძიეთ ბიუჯეტი და მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ განვახორციელეთ და ეს არის სასარგებლო არა მხოლოდ ბავშვებისთვის, ასევე ვფიქრობ, რომ ეს აჩვენებს მეგობრობას ორ ქვეყანას შორის. დღეს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო არცევში და მერეთში გავხსენით 2 მინის სტადიონი, რომელიც იქნა დაფინანსებული ჩინეთის რესპუბლიკის და საელჩოს მხრიდან. რა თქმა უნდა, აღნიშნული სტადიონები ორგებულია ჩვენი ახალგაზრდების საჭიროებებზე, ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნით იქნა აღნიშნული პროექტები შერჩეული. მინდა მივულოცოთ ჩვენ ახალგაზრდებს და მომავალს ამ 2 სტადიონის გახსნა და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული სტადიონების გახსნა ხელშეუწყობს ჩვენი ბავშვების სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავხადო სახელმწიფო მინისტრს ქალბატონ თეა ახვლედიანს, ჩინეთის საელჩოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროგრამის განხორციელებაში. სტადიონი გაიხსნა, ბავშვებს სურვილი აქვთ თამაშონ. დიდი მადლობა, ჩემი შვილი გაახარეთ. ფეხბურთის სწავლა უყვარს ძალიან. მედია გამოვა ფეხბურთელი.